შებრუნდებით, განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას. შემოგვეთა მეორე სტუმარი კონსტანტინე ჟღენტი, აღმოსავლეთ მცოდნე, დიპლომატი. ბატონ კონსტანტინე, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან და ისევ აღმოსავლეთს ვუტრიალებ, ასე ვთქვათ. აი თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა აგერ სულ ახლახან განაცხადა, რომ ისრაელი ჩვენია და ჩვენ დავიბრუნებთ ისრაელს. საერთოდ ჩვევია ხოლმე მას ეს ხმამაღალი განცხადებები და მათი უმეტესობა როგორც წესი ქმედებაში, აქტიურ ქმედებაში არ გადადის ხოლმე, მაგრამ რატომ მივაქციე ამას ყურადღება მანამდე ნეთანიაჰუმ გაკეთა ეს უცნაური განცხადება, რომელზეც კომენტარი მე არ მომისმენია, ვთქვათ აი ესეთი საერთაშორისო მეინსტრიმულ თუ არა მეინსტრიმულ მედიაში, რომ ქმნის კოალიციას ისრაელი, საქართველო, სომხეთი, აი ამ ანტიისლამურს და ამ ანტიისლამურში მოიაზრა თურქეთი. მე არ ვიცი ხა რატო შეერჩია ნეთანიაჰუმ საქართველოს და სომხეთი რა პოლიტიკურ და სამხედრო წონა ჩვენ გვაქვს. ნუ იქ ეჭვი გამიჩნდა, რომ შეიძლება ის რომ ტერიტორიები არის დღევანდელ თურქეთში, საქართველოსი და სომხეთის, ათათურქსა და ლენინის შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხო, როდესაც მათ ტორტის ნაჭერივით გაინაწილეს ეს სხვების მიწები თავიანთ შემადგენლობაში, იმ სახელმწიფოების შემადგენლობაში, რომლებსაც წარმოადგენდნენ და კიდევ მოხდა ერთი რამ, რომ აი სირიის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა ალ-შარამ უცებ განაცხადა, რომ ისრაელი უნდა შევიწროვდეს სირიის ტერიტორიაზე, თუმცა მანამდე დიდი სიამტკბილობა იყო მათ შორის და კიდევ საინტერესოა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც ისრაელს ერჩის, ისევ ერჩის, როგორც ჩვენ გვერჩის, ვთქვათ. როგორი კონფიგურაცია ეს და რატომ რა დამოკიდებულებებია და განსაკუთრებით მაინტერესებს დავიწყოთ იმით, აი ჩვენ რა პრინციპით შეგვარჩია ისრაელმა თურქეთის წინააღმდეგ კოალიციაში, რის იმედი აქვს, რომ ჩვენ ახლა ჩვენ და სომხები აწყვეტილი ამირანები ვიქნებით, თუ ერდოღანის განცხადება, მხოლოდ განცხადებაა, თუ შეიძლება რაღაცა ქმედით ნაბიჯს ველოდეთ ისრაელის წინააღმდეგ ერდოღანის მხრიდან, როგორც ბრიტანეთის კლიენტისა, როგორც ამბობენ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და გილოცავთ ახალ სტუდიას პირველად ვარ და ჩარტები გქონდა, დიახ. ჩარტები გქონდა, მაგრამ მე პირველად ვარ ახალ სტუდიაში და გილოცავთ. მადლობა. მშვენიერია. ხო, ეხლა რაც ეხლა აზერბაიჯანზე არაფერი უთქვავს. არა, აზერბაიჯანზე არაფერი. მის იარაღი რომ მიაწოდა და აწოდებს კიდე. რატო არაფერს არ იძახის აზერბაიჯანზე, საინტერესოა. იქ მოგვარებულია, ყოველთვის არ არისო. ეთქობა ჩათვალა რომ ამდენი იარაღს რო ყიდით და რაყიდის და პრაქტიკულად ისრაელის იარაღით მოუგო სომხეთს ომი უწევდნენ და ამბობდნენ აზერბაიჯანმა, ის რატო არ არის მოკავშირე. რახან ანტიისლამურია მეტად და თურქეთი ხო, ნუ ეხლა ერდოღანის განცხადებაზე რა გითხრათ, ხა პალესტინა ნამდვილად იყო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. სანამ სამანდატო ტერიტორია გახდებოდა პირველი მსოფლიო ომის მერე ინგლისელების და სანამ ინგლისელები, როგორც ბატონმა ბალფურმა, ლორდმა ბალფურმა განაცხადა, კეთილგანწყობით არ შეხედავდნენ ებრაელთა ეროვნული კერის შექმნას პალესტინაში. სხვა შორის, როგორც კი მე რამდენჯერმე თქვი ეს და კიდე გავიმეორებ, რომ როგორც კი ეს იდეა აღსრულდა, როცა ამ იდეას ხორცი შეესხა, ასე ვთქვათ. რომელი იდეა ეს გულისხმობს? აი ებრაელთა ეროვნული კერის შექმნა. მიწუთასვე მან გაჩნდა გადაუჭრელი კონფლიქტის კერა. დიახ. ესე იქნებოდა, თუ ვინმე ეგონა რომ ესე არ იქნებოდა არაბული სამყაროს შუაგულში ებრაელთა ეროვნული კერის დაარსება, მაგ დროს სხვათა შორის, როცა ბალფურმა ეს თვითონ ებრაელი იყო, 11 მინისტრი იყო ბრიტანეთის მთავრობაში ებრაელი და ამანაც იქონიაო გავლენაო, იმიტომ რომ როცა სიონისტთა კონგრესმა გადაწყვიტა, რომ აირჩიათ პალესტინა ებრაელთა ეროვნული კერის ადგილად, იგი რამდენიმე ადგილი იყო დასახელებული, მათ შორის რუსეთი, სხვათა შორის. რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ორი ადგილი ლათინურ ამერიკაში და ასე შემდეგ. ავსტრალია. წინადადები იყო, აი გთხოვოთ მთავრობებს, რომ იქ ჩვენი ეროვნული კერა დაარსდეს, ანუ პალესტინის სახელმწიფო. მაგრამ თეოდორ ჰერცლმა, ვინც ლიდერი იყო მაშინ სიონისტური მოძრაობის და რუსეთის იმპერიის ცნობილმა ებრაელებმა გაიტანეს პალესტინაში.
ებრაელთა მათ ისტორიულ მიწაზე. რახან პირველი სამეფო იქნება და ასე მეორე და ასე მესამე და ასე შემდეგ. ხო და მაგრამ როგორც კი ეს მოხდა, მაშინვე გაჩნდა კონფლიქტი, იმიტომ რომ მაშინვე არაბებმა და არაბები აჯანყდნენ. როგორც კი ეს შეიქმნა, რაღაცა პერიოდი ბრიტანელები, რომელთა მანდატიც იყო პალესტინა, ამას აკონტროლებდნენ. მაგრამ ბოლოს ვეღარ გააკონტროლეს ბრიტანელებმა ეს და დატოვეს პალესტინა. დატოვეს პალესტინა, ეს იყო უკვე აქ ებრაელების დიდი ფულით ნაყიდი მიწები, სხვაჩვენს პალესტინელების უმეტესი მიწები ფულიანმა ებრაელებმა იყიდეს. იმიტომ რომ იმ მიწებს პალესტინელები კი არ ფლობდნენ. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ფლობდნენ მდიდარი არაბები სირიაში, ლიბანში, იორდანიაში და ისინი ფელახები, პალესტინელები, ანუ გლეხები. ისინი მუშაობდნენ უბრალოდ არენდაში ჰქონდათ მიწები აღებული. და იმათგან იყიდეს ეს მიწები ამ სიონისტებმა. და ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყიდეთ ეს მიწები. დოკუმენტები არსებობს, თეთრი წიგნებია გამოცემული ბრიტანეთის იმპერიის პალესტინის აჯანყებაზე 33 წლიდან დაწყებული და შე ყველაფერი წერია. ასე რომ კონფლიქტი აი თავიდანვე ჩადებული იყო იქ. ამ მიზნით გამოიყო. არა, ბრიტანელებს ეგონათ, რომ მათი საშუალებით გააკონტროლებდნენ არაბულ სამყაროს, არაბებს. ეგ იყო მაგის მიზანი, ეგ ცნობილი ამაზე ბევრი წიგნი დაწერილი. საკმაოდ სქელტანიანი. მაგრამ ნუ მერე მოხდა ისე, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე აბსოლუტურად სურათი შეიცვალა და როცა უკვე საბჭოთა კავშირმა დაუჭირა მხარი, უბრალოდ ვარიარ თქვა. იქ პალესტინის სახელმწიფო შექმნაზე, ამას აღარ გვინდა რომ გავყვებით. სტალინი მოატყუეს, ასე ვთქვათ, ებრაელებმა ჭკუაში, ზოგი ამასაც წერს. რომ უთხრეს, რომ ჩვენ აქ სოციალისტურ ქვეყანას ავაშენებთო და ბრიტანელი იმპერიალისტების წინააღმდეგ გამოგვიყენებთო და ასე შემდეგ. ნუ ბევრი თეორია მაგას. მაგრამ აი ეს მოხდა და იმის მერე დაიწყო ეს კონფლიქტი, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი, იმის ებრაელების და არაბების კონფლიქტი. გახსოვთ ალბათ, რომ 7 ქვეყანამ გამოუცხადა ომი, როგორც კი შეიქმნა. როგორც კი შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო და 7 ქვეყანას მოუგეს ის ომი. ოღონდ იმიტომ რომ ეს მცირეხნიანი იყო და სადაც მათ გასაგებია ხო, მაგრამ მაინც აღარ ვიტყვი რომ ამდენი ქვეყანა გარშემორტყმული და ვერაფერი ვერ უქნეს. ნუ ეს სიონისტური მოძრაობა ძალიან ძლიერი იყო და სახელმწიფოს თავიდანვე ძალიან საკმაოდ მყარად დადგა ფეხს. ეხლანდელ სიტუაციას რა შეეხება? საქმე იმაშია, რომ ნეტანიაჰუ იყენებს არსებულ თავისი შეხედულებით არსებულ სიტუაციას იქ და ახლომდებარე რეგიონებში. იმიტომ რომ ძალიან შემოაკლდა პირდაპირ მოკავშირეები, ასე ვთქვათ. და რაღაცა ისე უყურებს, რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატები იყო ყოველთვის და ეხლაც არის ისრაელის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი, რომელიც მთავრობაც არ უნდა იყოს და რა პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მაგხას არავინ არ კვეთს, რომ აი რაღაცა შეუტრიალდეს ისრაელს და დახმარებაზე ვარი თქვას ან ასე შემდეგ. არის ხოლმე ნიუანსები, დემოკრატები ან ვიღაცა პრეზიდენტი გაცილებით სხვა პირობებს უყენებს და უფრო ამკაცრებს რაღაც ნაბიჯებს, რესპუბლიკელები უმეტესად პრეზიდენტები და უფრო მეგობრულად არიან და უფრო აჩვენებენ მხარდაჭერას ისრაელის, მაგრამ ყველა ესე იგი ჩამოყალიბებულად ისრაელის მოკავშირეა. მაგრამ აი ხეთ ესეთ სიტუაციაში, როცა ესეთი ცვლილებები მიმდინარეობს გეოპოლიტიკური მსოფლიოში, უკვე მხოლოდ ამერიკელების მხარდაჭერა საკმარისი არ ჩანს. და ნეტანიაჰუც ამას ხედავს. ნეტანიაჰუც ამას ხედავს. შეარჩია ეს რამდენად რეალისტური ის არის, რა ქვია, ნუ ხო, რატომღაც ხომ თქვა? საკითხავია, მაგრამ აი მაგალითად რუსეთთან ურთიერთობა ისრაელის ყოველთვის ხო რაღაცნაირი ისეთი იყო, ორმაგი სტანდარტი რო ამბობენ. ესე პრაქტიკულად კნესეთში რამდენი ხალხია ან შთამომავლები რუსი ემიგრანტები ჩასულების ან ახალი ჩასულები და ასე შემდეგ. კაცმარიც ძალიან ბევრი არიან და პარტიები ძალიან მაგრები არიან და პუტინი ყველა თავის გამოსვლაში აცხადებს ხოლმე ყველაში თუ არა ძალიან ხშირად, რომ ჩვენ ისრაელთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ჩვენიანი ცხოვრობს და ასე შემდეგ. სტრამებს ამბობ.
ორი ესეთი ქვეყანა რო ესე ამბობს ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ამხილა მეორე მხრივ ნუ იქ რჩება რა მესამე პოლუსი რჩება ჩინეთი როგორ პოლიტიკას დაიკავებს ხო ისრაელის მიმართ და რჩება არ შემდგარი პოლუსი ისევ კისინჯერს რო დაავესეს ხო არაერთიანი ევროპა ანუ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია იქაც პრინციპში გაყოფილია მაგრამ უმეტესობა უფრო პროპალესტინურ ემაზე დგას რა ქვია პლატფორმაზე ხო ნუ ესე ვთქვათ მოდით ეხლა ამათმა რო განაცხადეს ევროპის საკმაოდ მნიშვნელოვანმა სახელმწიფოებმა საფრანგეთმა დიდმა ბრიტანეთმა ნუ იქიდან კანადამ განაცხადა იქ ავსტრალიამ ჰოლანდიამ რომ აღიარებთ პალესტინას ძალიან საინტერესოა რომელ სახელმწიფოს აღიარებენ და რა ტერიტორიით ხო სახელმწიფოს აქვს თავისი რა ქვია პირველ რიგში უნდა კონდეს ტერიტორია ხო საზღვრები უნდა კონდეს თავის ტერიტორია უნდა კონდეს და სად რომელ ტერიტორიას აღიარებენ რომელ პალესტინას აღიარებენ ღაზას ნუ ეს ხო შეუძლებელია პრაქტიკულად გამორიცხულია იმიტომ რომ ღაზის მართველი ხამასი და ფათჰი რომლის ლიდერიც მაჰმუდ აბასი ითვლება პალესტინელების პრეზიდენტად ისინი ძალიან გადასახადარიან დღემდე ერთმანეთში და ვერ რიგდებიან საკმაო ხანია ეს კი არა ჩუმჩუმად ხოცავენ კიდევაც ერთმანეთს საერთოდ პალესტინის მოძრაობაში ყოველთვის იყო ეგ დაყოფა ჯგუფებად და ზოგი პარტიული ნიშნით იმაშობოდა ხოლმე ჩვენ სოციალისტები ვართ ისა ვართ ზოგი სხვა ნიშნით მაგრამ არ არის ერთიანობა პალესტინელებში არასოდეს არ ყოფილა ერთიანობა და არც ახლა არ არის და ვის აღიარებენ მაშინ უნდა თქვა რომ ჩვენ ვაღიარებთ ფათხს ანუ მაჰმუდ აბასის ორგანიზაციას და ანუ პოლიტიკური თამაშია რა თქმა უნდა პოლიტიკური თამაშია რა არის პოლიტიკური თამაშია როცა ესეთ კონფლიქტებით სავსე რეგიონში და სადაც პერმანენტული კონფლიქტია რომლის გადაჭრის გზები არ ჩანს უახლოეს აი ხილულ მომავალში რო ამბობენ ნუ რა თქმა უნდა პოლიტიკური თამაშია რა არის იმიტომ რომ ხო გეუბნებით რომელი სახელმწიფო რა ტერიტორიით ვისი სახელმწიფო ვინ იქნება იქ ხელმძღვანელი ვის აღიარებენ ვინ იქნება პრეზიდენტი ვინ იქნება ასე ვთქვათ ეს არის ისრაელზე ზეწოლის საშუალება მე მგონია რომ არის უფრო ისრაელზე ზეწოლის საშუალება რომ ორი სახელმწიფო არის ეს იდეა ორი სახელმწიფო პალესტინური და ებრაული სახელმწიფო იმ ტერიტორიაზე რასაც პალესტინა ერქვა და რასაც პალესტინას ეძახიან გეოგრაფიულად და ამაზე ძალიან დიდი ხანია ლაბარაკი მიდის კი არა გაეროს რეზოლუციაც ამის მომხრეა რომ იქ ორი სახელმწიფო უნდა შეიქმნას ებრაული და ერდოღანი და ნეთანიაჰუ რაც შევიან კი ბატონო ის გასაგებია ვთქვათ ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის დამოკიდებულება არაბული სამყაროში ერდოღანის განცხადება რამდენად გუწრფელია მესუსვამ ამ კითხვას განსაკუთრებით აზერბაიჯანთან ისრაელის ჩახუტების ფონზე სამხედრო პოლიტიკურ ჩახუტებას გულის ხო ერდოღანი სხვათა შორის გაცილებით უფრო პრაგმატულია ვიდრე სხვა ასე ვთქვათ ხელმძღვანელები იყვნენ მართველს არ ვეტყვი სიტყვას თურქეთის ხო მე ასე მგონია იმიტომ რომ მაგალითად ათათურქის თურქეთი აბსოლუტურად იდეაზე იყო დამყარებული და ვარზე ოსმალეთის იმპერიის და იმპერიული ასე რა ქვია და მე სხვათა შორის როდესაც მოვიდა ერდოღანი გახსოვთ ალბათ საგარეო საქმეთა მინისტრი ყავდა დაუდოღლუ რომელსაც წიგნები დაწერა პანთურქიზმის აღზევებაზე და იქ ტერიტორიები მოიაზრებოდა სხვათა შორის ჩვენიც რომ ეს პანთურქიზმი და ერთი პერიოდი ისლამის ლიდერათაც კი უნდა რომ ყოფილიყო მაგრამ ნუ ეს პანთურქიზმი უფრო თუ ჩავთვლით იქ შუა აზიის სახელმწიფოებს თურქულ ელოვანს და იმას რომელიც მოიაზრებოდა აი ამათ შორის მიდიოდა რომ ეს პანისლამიზმი კი არ არის უფრო პანთურქიზმია ამაზე ძალიან ბევრი ეს დაიწერა რა ქვია ნაშრომები ხო და მე რო ვთქვათ რომ ერდოღანი ვერ უწყობს ფეხს ამ ცვლილებებს არ იქნება სწორი
შეძლების დაგვარად უწყობს, მაგრამ აუცილებლად უნდა რომ თავის გავლენა ვიწრო რეგიონულიდან უფრო ფართო რეგიონზე მას გაშალოს, გააფართოვოს. ეხლა სირიის ჩრდილოეთს არ ამგონია ერდოღანი ვინმეს დაუთმობს. აი ამ ქურთების იმიდან გამომდინარე და რაც აღებულია. მაგრამ ის ამერიკელები არიან ქურთებთან ერთად. უნდა დაელაპარაკოს. აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ნუ რუსეთი რაღაცნაირად აი უკრაინის იმიდან გამომდინარე, ომიდან გამომდინარე, რაღაცნაირად ჩამოშორდა ამის, რა ქვია, ახლო აღმოსავლეთის პროცესებს, თორე ეგ ბაზა კი დარჩა სამხედრო ტარტოში. და ცდილობენ ახლა ვთქვათ, რომ ააწყონ ურთიერთობა ახალ იმასთან, ახალ მთავრობასთან, მაგრამ იქაც თავის ინტერესებია. იქ არის არაბების ინტერესები, იქ არის პოლიტიკური ინტერესები და იქ არის ის ინტერესები, რომლითაც გამოაცხადეს ალ-შარა იმის, რა ქვია, დემოკრატიის იმათ, რა ქვია, შუქურა თუ არ ვიცი რა გამოაცხადეს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც სიაში იყო იმის, რა ქვია, გასანადგურებლად გამზადებული ორგანიზაციების და ამიტომ ნუ ეს ძალიან მრავალმხრივი იქ რელიგიური კომპონენტი ძალიან ძლიერია ახლო აღმოსავლეთში ხო განსაკუთრებით ისრაელთან მიმართებაში ცალკე რელიგიური შიგნით ასე ვთქვათ სექტორული კომპონენტია სუნიტებს და შიიტებს შორის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთში და იქ ირანია შიიტების ლიდერი კიდე და ეს იემენში თავის ძალები და ასე ვთქვათ იქ ლიბიაში თავის მომხრეები შესუსტენ ახლა იმის მერე რაც ისრაელმა. ბატონო, 10 წუთი გვაქვს და მინდა რომ აი ჩვენ რა შუაში გვაქვს, ჩვენ რა შუაში ვარ და როგორც მოხდით ამ გაუგებრობაში, ჩვენგან რა უნდა? პარტია ხოლო აღმოსავლეთის ნაწილი. კი ბატონო. აი ნეთანიაჰუს რა უნდა ჩვენთან? ნაწილი ვარ და უნდა რომ აი ეს რეგიონები რომელიც ახლოა, იქ ყავდეს ის მოკავშირე ძალები უნდა რომ ყავდეს. ეხლა რამდენად რეალურია ეგ კოალიციის შექმნა იმის წინააღმდეგ. ხო, მაგრამ რაღაცა ამ ძალებსაც ხომ დაკითხო, გინდა არ გინდა, ეხლა საქმის ანახევრად გაკეთებულია მე მიყვარს. ჩვენ ვიცით ეგ განცხადება ნეტანიაჰუს განცხადებიდან, ხო? კი, ნეტანიაჰუს. ეგ ამბავი ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ იქ არსებობს განცხადებების გარდა არსებობს რაღაცა ურთიერთობები, დიპლომატია არსებობს, რაღაც თემები არსებობს. რაღაც შეხვედრები არსებობს, რაღაც იქ ელჩები ყავთ ჩვენთან იმათ ან უძღოდა წინ? აი არავინ არ იცის. უნდა თეორიულად თუ ვიფიქრებთ, თუ ვივარაუდებთ. რა თქმა უნდა, უნდა უძღოდეს ისე ჰაი-ჰარად და იმაზე ესეთი განცხადებები არ კეთდება ხოლმე ჰაერზე, როგორც ქართული გამოთქმა. რაღაცა საფუძველი უნდა კონდეს და წინასწარ რაღაცა გათვლები უნდა იყოს. რამდენად ეს არის ეს გათვლები რეალური და რამდენად მოხერხდება ერთი მხრიდან რაღაცა გათვლის მე რეალიზება, ეგ უკვე სხვა საქმეა. მაგრამ ნუ ადამიანი რაღაცას ფიქრობს და არავინ ფიქრს, არავინ არ როგორც ნათქვამია, არავინ არ უგზავნავს არავის და არც გეგმების დალაგებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს გამომდინარე ისევ და ისევ რეალობიდან. მე სულ ვიმეორებ ხოლმე ყველა ჩემი მაშინ. რეალობაზე თუ არ არის დამყარებული მიზნები არსებულ რეალობაზე და გათვლილი თუ არ არის, რა შეიძლება ამას მოყვეს, თანჭკუერულად გათვლილი. ნუ ის არ განხორციელდება, მას განხორციელება არ უწერია. შეიძლება რაღაც მომენტში რაღაცა ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა და იმან გაგიმართლოს, მაგრამ სტრატეგიულად ძალიან მომზადებული უნდა იყოს, რომ რაღაცა იდეა ეგეთი განხორციელდეს, რომელიც მე ნაკლებად განხორციელებადი მგონია. და ისრაელს შეიძლება გადაემტეროს იმდენად თურქეთი და თავის ინიციატივით აკეთებს ამ განცხადებას თუ აი მაინც არის ეს ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგობა ისრაელთან დაკავშირებით, რის გამოც ერდოღანი გააქტიურდა? არა, ერდოღანი მე დარწმუნებული ვარ, იცის რომ ამერიკა ისრაელს არასოდეს არ უღალატებს, რაზეც თქვი უკვე. რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს. ეს არის აჩვენებს თავის ხალხს მე რა მაგარი ბიჭი ვარ. თავის ასე ვთქვათ სიმტკიცეს, თავის გავლენის ზრდას უფრო ფართე რეგიონში, ვიდრე ეს თურქეთის გარშემო ქვეყნებია. და ამიტომ ცდილობს, რომ არა რეგიონული ძალის, არამედ უფრო ძლიერი ქვეყნის როლი ითამაშოს.
ნუ ის იდეები ვერ განხორციელდა რაც ბატონ დავით ოღლუს ეწერა თავის ციგნებში. ხო, მაგრამ ეხლა აი ზანგეზურის დერეფნით ცდილობს, რომ ცენტრალურ აზიაზე კონდეს. მე უკვე თქვი ერთხელ და გავიმეორებ, ზანგეზურის დერეფნის აი იდეა როგორც არის წამოყენებული, ეგრო განხორციელდეს, მაგას ჭირდება 1 და 2 წელი არ ჭირდება, მაგას ჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი დრო და ხელის შემშლელი პირობებიც არის. ეგ არ არის ისე, რომ იქ ხელის შემშლელი არ იყოს, მაგალითად პირველ რიგში ირანი და ირანის ინტერესები. რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ისეთ მკვეთრ განცხადებებს აკეთებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს ამ იდეის განხორციელებას. და ირანი არ არის ხელწამოსაკრავი ძალა, აი ფართე ახლო აღმოსავლეთში პირიქით ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ როგორ გაუწევს? ან ჩვენ ახლა სხვა ომების ეპიცენტრში ვართ, ხვდები? არ არის აუცილებელი მკვეთრი და სამხედრო არის არსებობს რბილი ძალა, რამდენს ვლაპარაკობთ ამ რბილ ძალაზე. რბილ ძალას კიდე შიგნით შემადგენელი ნაწილები იქ ეკონომიკა, იქ სხვა საშუალებებია, რომლითაც შეიძლება რაღაც წინააღმდეგობა გაუწიო ამა თუ იდეას. სხვასთან რაღაცა კავშირები დაამყარო, სხვის ინტერესები გამოიყენო, სხვის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ არ ამგონია რომ ეგ რომც ისე განხორციელდეს, როგორც პომპესურად გამოცხადდა, რომ არიქადა ახლა ამერიკელი მხარი გაიჭრება და ტრამპის გზა და აქეთ და იქეთ. ეს მინიმუმ 10 წელი მაინც დაჭირდება, ამას მე ამაში დარწმუნებული ვარ, მე პირადად რა ვიცი, როგორც რეგიონს ხედავ და როგორც იქ არსებულ პრობლემებს. ხო და ნუ ამასობაში რა მოხდება გლობალურ პოლიტიკაში და პირველ რიგში როგორ დამთავრდება აი ეს ომი უკრაინაში და ამასთან დაკავშირებული სხვა საკითხები როგორ გადაიჭრება, როგორ დაალაგდება ურთიერთობები წამყვან პოლისებს შორის მსოფლიოში, რუსეთს, ჩინეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რა მომავალი აქვს იმას მაგალითად ტრამპმა რო დაწერა, რომ არიქა სამნი რო დადგენ ერთად რა ქვია მოდი სი ძინპინი და პუტინი როგორი რეაქცია ქონდა რები დაწერა თავის იმაზე. აი იქ ბრიქსის მომავალი როგორი იქნება და იმათი ინტერესები როგორ დაალაგდება კიდე ჩვენ რეგიონთან მიმართებაში და იმ ახალ აბრეშუმის გზასთან მიმართებაში და ამიტომ ძალიან ბევრი ესეთი ჩვენ ახლა ცხოვრობთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდში. ჩვენ პატარა ქვეყანა იძულებული ვართ აუწყოთ ფეხი ამ გლობალურ ცვლილებებს, რომელიც ხდება მსოფლიოში. სხვანაირად არაფერი არ გამოვა, თუ ვერ აუწყე ფეხი, შეიძლება ან ძალიან დაზარალდე და უნდა ეცოდე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდე და შენი ინტერესები, როგორც პატარა ქვეყნის ინტერესები, რაც შეიძლება უკეთესად დაიცვა. იგივე იმ რბილი ძალის წინააღმდეგ არ არის აუცილებელი რაღაცა შემოვარდეს. თუმცა ხიფათი აგერ ოკუპირებულია ტერიტორიები და რუსის ჯარი დგას პრაქტიკულად ჩვენ ტერიტორიაზე, მაგრამ დგანან ხო ჩვენ მაგათთან ასე ვთქვათ ვარიდებთ თავს იმას. ხო და ნუ იქ რბილი ძალა მუდმივად მუშაობს. რუსეთის რბილი ძალა ჩვენ წინააღმდეგ. ესე იგი ჩვენ ამ სიტუაციაში ბატონო კოტე რაღაცა უბრალოდ სტატისტების როლი გვაკისრია, იმიტომ რომ ველოდებით როგორ გადანაწილდება და რა კონფიგურაციები დაჯდება. მოდით სტატისტებს ნუ ვიტყვით რა, სტატისტი არის რომელიც ზის და უყურებს და მეცაებს არ აკეთებს და ეგრე მე იმედი მაქვს რომ არა ვართ. რა შეგვიძლია, აი როგორია ჩვენი მოქმედების დიაპაზონი ამ შემთხვევაში? დიპლომატიური მეთოდებით საერთოდ იცით რა არის აი ეს ერთმანეთთან დაპირისპირება ინტერესების ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის, რომელიც ძალიან გამოიხატება იმაში, რომ ისინი ისევ და ისევ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების როლს აწვევიან და ასე ვთქვათ, ევრობიუროკრატებს გულისხმობ და ტრამპის ადმინისტრაცია კიდე აბსოლუტურად სხვანაირად უყურებს ამ სიტუაციას. ამის გავლენაც ხო ჩვენზე ეხლაც იგრძნობა. რა თუნდა ამას ლაპარაკი შეადარეთ, აბა ეს დამოკიდებულება ამერიკელების და ევრობიუროკრატების ჩვენ მიმართ. რა თქმა უნდა. ბატონო კოტე, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. მადლობას გიხდით, მადლობას უხდით ჩემ მაყურებელს. მე გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე. ნახვამდის.